სიუჟეტი უნდა ვნახოთ ნინი ტაველიძის, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა იმ პრეპარატების და კანქვეშა ინიექციების რაოდენობა, რომლებიც მომხმარებლებს 11 კილოგრამების მოშორებას საკმაოდ მცირე დროშის თავაზობენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად ინტერესდებიან იმ შედეგებით, რომლებსაც მათი მოხმარება იწვევს. ამ საკითხს ეხმაურება ბოლოდროინდელი კვლევაც, რომელმაც აჩვენა, რომ გასახდომის საშუალებების შეწყვეტის შემდეგ ადამიანები ზონაში უფრო სწრაფად იმატებენ. უფრო ცლად ამ თემაზე ჩვენი უცხოეთის ჟურნალისტის ნინი ტაველიძის სიუჟეტიდან გავიგებთ. იდეალური სხეულის სტანდარტები მუდმივად იცვლება, თუმცა სურვილის სწრაფად და ეფექტურად მივაღწიოთ სასურველ ფორმებს უცვლელია. სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა იმ პრეპარატებისა და კანქვეშა ინიექციების რაოდენობამ, რომლებიც ადამიანებს 11 კილოგრამების მოშორებას საკმაოდ მცირე დროში სთავაზობს. სწრაფი შედეგი მინიმალური ძალის ხმევა. ამ დაპირებამ გასახდომის საშუალებები მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულად აქცია. როგორ მოქმედებს მათი მიღება ადამიანის ორგანიზმზე და რამდენად უსაფრთხოა ისინი. სწორედ ამ საკითხებს ეხმაურება კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული უახლესი კვლევაც, რომლის შედეგებიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ცოტა ხნის წინ გახდა. ანალიზმა აჩვენა, რომ გასახდომი ინიექციების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ადამიანები დაკლებული კილოგრამების 2/3-ზე მეტს, თითქმის 60%-ს უკან იბრუნებენ. კვლევის შედეგები იმაზე გასაკვირი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდით. გასახდომი ინიექციების დასრულების შემდეგ დაკარგული კილოგრამები ბევრად უფრო სწრაფად ბრუნდება, ვიდრე დიეტის ან ფიზიკური ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ. მომხმარებლები შესაძლოა იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე გასახდომის საშუალებების მოხმარებამდე იყვნენ. ამ მხრივ საინტერესოა ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევაც. სპეციალისტების თქმით, გასახდომის საშუალებების გამოყენების დროს ადამიანების სხეულის მასის დაახლოებით მე-5-ს კარგავენ, თუმცა მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ 0.8 კილოგრამს იმატებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი საწყის წონას თვე-ნახევარში უბრუნდებიან. ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა 37 კვლევა გაანალიზეს, რომლებშიც მონაწილეობას 9000-ზე მეტი პაციენტი იღებდა. ამერიკელი და ბრიტანელი პლასტიკური ქირურგების თქმით, გასახდომი ინიექციების გამოყენების თვალსაჩინო ნიშნებს შორის წამყვანი ადგილი ჩავარდნილ ლოყებს, უჩვეულოდ გამხდარ წელსა და გამოკვეთილ ლავიწებს უკავია. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, გასახდომის საშუალებები სისხლში შაქრის დონეს ამცირებენ და შიმშილის გრძნობას აქრობენ. ექიმების თქმით, მართალია მათ ხშირად სწრაფი ეფექტი აქვთ, თუმცა ის გვერდითი მოვლენები, რაც მათ გამოყენებას თან ახლავს, საკმაოდ სახიფათოა და შესაბამისი დანიშნულების გარეშე მათი მიღება კატეგორიულად აკრძალულია. კონკრეტულად კი გასახდომის საშუალებების თვითნებური გამოყენების დროს შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა გართულებებმა, როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, თირკმლის უკმარისობა, სისხლში შაქრის დონის დაწევა, თავბრუსხვევა, პირღებინება და მხედველობის პრობლემები. აღსანიშნავია ისიც, რომ გასახდომი პრეპარატები თავდაპირველად მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ დაამტკიცეს. სწორედ ამიტომ ეგრეთ წოდებულ გასახდომ ინიექციებს მედიკოსები მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევენ რეკომენდაციას, როდესაც ის პაციენტის ჯანმრთელობას სჭირდება. ამ კუთხით მეცნიერები უახლოეს მომავალში არაერთი კვლევის ჩატარებას გეგმავენ. მანამდე კი მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.